აბსოლუტურად წარუმატებელი გარიგება ირანთან, რომელსაც დონალდ ტრამპი ცდილობს წარმოჩინოს როგორც შეერთებული შტატების დიდი გამარჯვება. დღეს, 5 აგვისტოს, მსოფლიო ძალიან მიუახლოვდა მრავალთვიანი დაპირისპირების გადაწყვეტას ჰორმუზის სრუტის გარშემო. მაგრამ ეს კვანძი სულაც არ გავს იმას, როგორც დონალდ ტრამპი აღწერდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც ირანს ემუქრებოდა ციტატა მეორე მსოფლიო ომის დროიდან ყველაზე დიდ დარტყმას. გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ში ირანი და ომანი დღეს ემზადებიან გამოაცხადონ დროებითი შეთანხმება ჰორმუზის სრუტის შესახებ. მაგრამ ეშმაკი აქ თავად გარიგების ფაქტში კი არა, არამედ მის პირობებშია. გარიგება დააკმაყოფილებს ირანის მოთხოვნების ნაწილს ჰორმუზის სრუტეში ტრაფიკის უფრო დიდი კონტროლის შესახებ. ანუ იმ კონტროლს, რომელიც მას ომამდე არ ჰქონდა. ანუ ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც აშშ-შ 5-თვიანი სამხედრო კამპანია აწარმოა, ამ კამპანიის შედეგად სტრატეგიულ სრუტეზე კიდევ უფრო მეტ კონტროლს იღებს. და ეს ხდება კიდევ ერთი პარალელური ისტორიის ფონზე, რომელიც ხსნის, რატომ წავიდა ვაშინგტონი საერთოდ ასეთ დათმობებზე. Reuters-ის გამოძიება მაჩვენა, რომ აშშ-ს არმიამ პრაქტიკულად სრულად დამოწურა მაღალი სიზუსტის შორმანძილზე მოქმედი სახმელეთო რაკეტების მარაგი. ხოლო პენტაგონი სასოწარკვეთილად თავდაცვის მინისტრის პირადი პოსტების ჩათვლით სოციალურ ქსელებში ცდილობს უარყოს ეს ინფორმაცია. მე წავედი და სპეციალურად ვნახე. Reuters-ის გარდა სხვა წყაროებშიც ვნახე და ყველა თანხმდება იმაზე, რომ დიახ, ამერიკელების რაკეტების მარაგი მართლაც კრიტიკულია და ის კრიტიკულ დონემდე დაეცა. ამავე დროს, სანამ დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტის პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს, იემენელმა ჰუსიტებმა მაინც დაბლოკეს ბაბ ელ-მანდების სრუტე. ანუ ერთი მხრივ ცეცხლს აქრობს, მეორე მხრივ კი ის არ ცხრება. საერთო ჯამში, მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა. მე, ალექსეი პეჩუარ. მოდით კონკრეტიკაზე გადავიდეთ, მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გაუმწერის ნიშნულთან. ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოკლედ, როგორც ჩანს, ირანულმა წყაროებმა მაინც არ მოითხოვეს თავიანთ მედიაში გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მათ არ ენდობოდნენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე დღეს, ან მაქსიმუმ ხვალ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა შეიძლება საბოლოოდ გააფორმოს შეთანხმება ჰორმუზის სრუტის შესახებ. Axios-ის ინფორმაციით, განსახილველი შეთანხმება ადგენს დროებით შეთანხმებას ომანსა და ირანს შორის 60 დღით გაგრძელების შესაძლებლობით. ანუ ეს ისევ მხოლოდ დროებითი შეთანხმებაა და მუდმივი არაფერია. გახსენეთ, ივნისში, 17 ივნისს, მათ უკვე გააფორმეს ასეთი დროებითი შეთანხმება, რომელიც შემდეგ დაირღვა. უფრო მეტიც, გახსოვთ როგორ ამბობდა დონალდ ტრამპი, რომ ირანი ვერ მიიღებდა კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე და ვერ შეძლებდა გემების გავლისთვის გადასახადის დაწესებას. აი ამ შეთანხმების მონახაზში მითითებულია, რომ გემების მოძრაობის სქემა ჰორმუზის სრუტეში შემდეგნაირად იქნება მოწყობილი. ჰორმუზის სრუტეში და სპარსეთის ყურეში შემავალი მთელი ტრაფიკი ჩრდილოეთ ზოლზე გაივლის, ანუ ირანის წყლებზე. ხოლო მთელი გამავალი ტრაფიკი, რომელიც არაბეთის ზღვისკენ მიემართება, სამხრეთ ზოლზე გაივლის, ანუ ომანის წყლებზე. მაგრამ ირანთან კოორდინაციით. გაითვალისწინეთ ფორმულირება. ირანთან კოორდინაციით ეხება იმ ზოლსაც კი, რომელიც ფიზიკურად ომანის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს. და ეს სწორედ ის პირობებია, რომლებიც გუშინ თქვენთან ერთად ამ YouTube არხზე განვიხილეთ ირანულ წყაროებზე დაბრუნებით. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში წყაროები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, გავაგრძელ. ბაჟები ან მოსაკრებლები გემების სრუტეში გავლაზე არ დაწესდება. მაგრამ მხოლოდ 60 დღის განმავლობაში, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, გამოჩნდება. ასევე შეთანხმება ითვალისწინებს ცალკე გეგმას საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდისთვის. ცენტრალური სანავიგაციო ზოლები მომდევნო 30 დღის განმავლობაში გაიწმინდება. ამის შემდეგ სწორედ ეს გაწმენდილი ცენტრალური ზოლი იქნება გამოყენებული გემების მოძრაობისთვის. ორივე მიმართულებით უკვე მუდმივი შეთანხმების პირობებით, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია ომანსა და ირანს შორის პირდაპირ ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე. ეხლა კი ბოდიშით ყველაზე სასაცილო. გამოცემა Axios-ი პირდაპირ წერს, რისთვის იყო საერთოდ საჭირო ეს გარიგება. ის მიზნად ისახავს ერთი თვის წინ ჩამოშლილი ზავის აღდგენას აშშ-სა და ირანს შორის და გზის გახსნას მოლაპარაკებების განახლებისთვის, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
მოკლედ, იტრიალეს და ისევ იმავე წერტილში დაბრუნდნენ. და იქვე არის აღიარება, რომელიც ბევრ რამეს ხსნის მთელი ამ კონსტრუქციის მყიფეობაზე. აქსიოსი წერს: თეთრი სახლი, ომანი და რეგიონული შუამავლები. სამი კვირის წინ ფიქრობდნენ, რომ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ირანთან, მაგრამ ირანმა მაშინ განაახლა მოქმედებები. იყო დარტყმები. დონალდ ტრამპის პოზიცია ბოლო 2 დღის განმავლობაში სწრაფად იცვლებოდა. Fox News-თან ინტერვიუში სამშაბათს ტრამპმა სიტყვასიტყვით განაცხადა: სრუტე ძალიან მალე გაიხსნება. ან ისინი მიიღებენ ძალიან ძლიერ დარტყმას და მაშინ სრუტე მაინც გაიხსნება. თუ ისინი ისე უკან დაიხევენ, ისინი ნამდვილად ძლიერ დარტყმას მიიღებენ. ისინი ამას იციან, ისინი ამას ხვდებიან. მე უბრალოდ სხვა არჩევანი არ მაქვს. ამასთან დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პირველი არჩევანი არ იყო დარტყმების განახლება, არამედ სწორედ დიპლომატიური შეთანხმება. და აი გუშინ საღამოს კიევის დროით დონალდ ტრამპმა დააზუსტა კონკრეტული ვადები. არმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმება. ციტატა: შეიძლება შედგეს ხვალ ან ზეგ. ასევე დაამატა, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი და შედეგები ცნობილი გახდება 48 საათის განმავლობაში. და სწორედ აქ ჩნდება პირველი სერიოზული წინააღმდეგობა. რეალურად ესეთი წინააღმდეგობები ომის განმავლობაში ძალიან ბევრი იყო. ამავე დროს ამ მებრძოლი განცხადებების ფონზე დონალდ ტრამპის ძლიერი დარტყმის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა საკუთარი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არმუზის სრუტის სამხრეთი მარშრუტი, რომელიც გადის ომანის ტერიტორიულ წყლებში, ციტატა, რჩება თავისუფალი და ღია, და რომ ამერიკელმა სამხედროებმა უკვე დახმარეს ამ სრუტის გავლაში. სრუტე გადალახა 1000-ზე მეტმა გემმა. მიუხედავად ირანის გაუმართლებელი აგრესიისა, ანუ ერთი ვერსიით, სამხრეთის მარშრუტი ჰორმუზის სრუტით ისედაც თავისუფალია და უკვე ახლა ღია. სხვა ვერსიით, რომელიც იმავე დღეს თავად პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟრერა, სრუტე ჯერ კიდევ გასახსნელია და ირანი შეიძლება ძალიან ძლიერ დარტყმას მიიღებს, თუ ეს არ მოხდება. აბა რა ხდება საერთოდ სინამდვილეში ამ სრუტესთან დაკავშირებით? ის ღია თუ გასახსნელია? და თუ არ გაიხსნება, მაშინ ირანს დაარტყამენ. ეხლა დღევანდელი თემის მეორე ნაწილი და ეს პირდაპირ ხსნის, რატომ დათანხმდა ვაშინგტონის საერთოდ იმ პირობებზე, რომლებიც თეირანს ჰორმუზის სრუტეზე ომამდე უფრო მეტ კონტროლს უტოვებს, ვიდრე მანამდე ჰქონდა. სააგენტო როიტერსმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც 3 წყაროს მონაცემებზეა დაფუძნებული, რომლებიც აშშ-ის შეიარაღების მარაგების შიდა სტატისტიკას იცნობენ. და აი რას წერს ის. აშშ-ის არმიამ ირანთან 5 თვიანი ომის განმავლობაში პრაქტიკულად მთლიანად ამოწურა 2 ძირითადი ტიპის მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი სახმელეთო რაკეტების მარაგი. რაკეტები ატაკამს და რაკეტები PRSM. ეს არის Precision Strike, PRSM. Precision Strike Missiles. ამ რაკეტების მარაგის მკვეთრი შემცირება გამოცემის მიხედვით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ტრამპის ადმინისტრაციაში. რაც შეეხება სამხედროების უნარს შეაკავონ უპასუხონ მომავალ კრიზისებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან, ჩინეთთან ან სხვა მოწინააღმდეგეებთან, პრობლემის მასშტაბი მხოლოდ ამ ორ სისტემას არ შემოიფარგლება. როიტერსის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტომაჰავკის ფრთოსანი რაკეტების მარაგიც მნიშვნელოვნად ამოწურულია. მსოფლიოში ამ იარაღის არსენალის თითქმის ნახევარი ამ ომის დაწყების შემდეგ უკვე გამოყენებული. გარდა ამისა, უკვე CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის არმიამ ომამდე არსებულ დონესთან შედარებით თითქმის 80%-ით ამოწურა თავისი ცაათის ჩამჭერი რაკეტების მარაგი და დაახლოებით ნახევარი პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების მარაგი. ამავე დროს, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით, ომამდე აშშ-ს დაახლოებით 2200 პატრიოტის რაკეტა ჰქონდა. 2 ყველაზე მოდერნიზებული ვერსიის და 452 საათის რაკეტა. ეს არის ის, რაც საჯაროდ იქნა გამოცხადებული. მაგრამ უკვე ივლისის ბოლოსთვის საათის რაკეტების მარაგი 278 ერთეულამდე შემცირდა. გარდა ამისა, სხვა ანგარიშის მიხედვით, CSIS-ის, ეს არის სწორედ ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი, ფებრვარიდან ივლისის პერიოდში დაახლოებით 65 ერთეული პატრიოტის ჩამომგდები რაკეტების მარაგი იქნა გამოყენებული, ხოლო საათის მარაგები შემცირდა ომამდელ დონესთან შედარებით მინიმუმ 38%-ით. საერთოდ როგორც ხედავთ, რამდენიმე სხვადასხვა წყარო პირდაპირ ამბობს, რომ ირანთან 5 თვიანი ომის შემდეგ აშშ-ს ყველა ტიპის რაკეტა კრიტიკულად ცოტა დარჩა.
როგორც ხედავთ, ციფრები ოდნავ განსხვავდება, მაგრამ არც ისაა, რომ შემცირება მართლაც კრიტიკულია. მეორე მხრივ ცნობილია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უკვე შეუკვეთეს დიდი რაოდენობის ასეთი რაკეტები 2027 წლისთვის. რაც შეეხება თავად არმიას, მათ განაცხადეს, რომ ატაკომსი ეტაპობრივად საერთოდ გამოდის ექსპლუატაციიდან და მის ნაცვლად სწორედ PRSM-ს იყენებენ. ამ ყველა ინფორმაციაზე პასუხად ASHS-ის ომის მინისტრი Pete Hegseth ნერვიულად გამოეხმაურა და განაცხადა, ციტატა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. CNN სირცხვილია თქვენთვის. ჩვენ საკმარისად არ გძულთ ყალბი ამბები. მოგვიანებით პენტაგონის სპიკერმა შონ ბარნელმა განაცხადა, რომ ASHS-ის არმია ყველაზე ძლიერი არმიაა მსოფლიოში და გააჩნია ყველაფერი საჭირო, რათა შეასრულოს დავალებები იმ დროსა და იმ ადგილას, რომელსაც პრეზიდენტი აირჩევს. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ყველა რეგიონალურ სარდლობაში და ამასთან ერთად უზრუნველყავით, რომ ამერიკელ სამხედროებს ჰქონდეთ შესაძლებლობების ფართო არსენალი ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების დასაცავად. თავად დონალდ ტრამპმა, როდესაც მარაგების რაოდენობის შესახებ კითხეს, განაცხადა, რომ ASHS-ს, ციტატა, ბევრად მეტი საბრძოლო მასალა აქვს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას მსოფლიოში. შემდეგ სიტყვასიტყვით. ჩვენი თავდაცვითი კომპანიები ამჟამად აწარმოებენ უფრო მეტ საბრძოლო მასალას, ვიდრე ოდესმე, თანაც რეკორდული ტემპებით აფართოებენ თავიანთ ქარხნებსა და აღჭურვილობას. აქვე აღნიშნა, რომ თვითონ Reuters-იც კი თანხმდება, რომ ზოგიერთი ტიპის საბრძოლო მასალის, მათ შორის საარტილერიო ჭურვებისა და მთელი რიგი რაკეტების წარმოება მართლა რეკორდულ მაჩვენებლებზე ავიდა. ანუ ეს მარაგები შეივსება. მაგრამ მაინც სამხედრო მეთაურები ცალკე afრთხილებენ, რომ გამოფიტული მარაგები აიჯულებს შეერთებულ შტატებს და მათ კოალიციის პარტნიორებს დიდი რისკის ქვეშ დადგნენ თავდასხმების მოგერიებისას. ხოლო IAP უპილოტოები მაინც ვერ შეცვლის ჯვრად ღირებულ მაღალზუსტ და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, როგორიცაა ატაკამსი ან PRSM, რომლებიც, როგორც ისინი ამბობენ, შეუცვლელია გამაგრებულ სამეთაურო ცენტრებსა და საჰაერო თავდაცვის ბატარეებზე. ასევე სხვა კარგად დაცულ სამიზნეებზე დისტანციიდან დარტყმისთვის, რომლებსაც უფრო IAP დრონები ჯერ ვერ გადალახავენ, ან როგორც ისინი ამბობენ, ასეთ სამიზნეებზე ვერ გადარჩებიან. ანუ იგულისხმება, რომ იქ მათ აუცილებლად გაანადგურებს რადიოელექტრონული ბრძოლა ან საჰაერო თავდაცვა. ამასობაში, სანამ დონალდ ტრამპი ცდილობს არმუზის სრუტეში კრიზისის განმუხტვას, იემენელმა ჰუსიტებმა დღეს განაცხადეს, რომ ბალისტიკური რაკეტები დაარტყეს საუდის არაბეთის ნავთობის ტანკერს ვაფა, წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, იამბუს სანაპიროსთან ახლოს. სამხედრო წარმომადგენელმა ანსარ ალახის მოძრაობის იაჰია სარიამ განაცხადა, რომ ეს უკვე მერვე გემია, რომელსაც ჰუსიტებმა დაარტყეს მას შემდეგ, რაც 20 ივლისს საუდის არაბეთის საზღვაო ბლოკადა გამოცხადდა. მისი თქმით, კიდევ 29 საუდის არაბეთის ტანკერს მოუწია შემოტრიალება და დაბრუნება წითელ და არაბიის ზღვებში, რათა არ გაერისკათ ბლოკადის ზონასთან მიახლოება. ეს მოხდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ASHS და ირანი აცხადებენ ჰორმუზის სრუტის მალე გახსნის შესახებ. ანუ როგორც ხედავთ, მაშინ როცა არაბეთის ნახევარკუნძულის ერთ მხარეს თითქოს იხსნება ერთი სტრატეგიული მარშრუტი, მეორე მხრიდან კი სხვა მარშრუტი კვლავ იხურიხურება. და უნდა გვახსოვდეს, რომ იემენის ჰუსიტები სრულად ირანის კონტროლქვეშ არიან, ასე რომ ირანი აგრძელებს თავის ეშმაკურ თამაშს. აქ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.